მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103-ზე რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. ჩვენ დღეს შევეცდებით კიდევ ერთხელ შევაფასოთ ქვეყანაში შექმნილი ვითარება, იცით რომ ბოლო დროს როგორც ვითარდება მოვლენები, ხელისუფლებამ გაამკაცრა კანონები და უკვე ქუჩის გადაკეტვაზე ციხეა, ამით ცდილობს ხელისუფლება რომ დაასრულოს ეს რუსთაველის პროტესტი. ამის პარალელურად სხვადასხვა ჯგუფები ცდილობენ რომ პროტესტს ახალი სიცოცხლების იქნება სხვადასხვა გაერთიანებები, რომლებიც ცდილობენ რომ ახალი იდეებით მოამარაგონ ის ხალხი, ვინც ეწინააღმდეგება იმ პოლიტიკას, რომელსაც ხელისუფლება ატარებს, რომ გადავიდეს, ასე ვთქვათ, ბრძოლა სხვა ეტაპზე, ახალ ეტაპზე. ერთ-ერთი არცერთი ჯგუფი არის ანტიკრიზისული პლატფორმა და გადაცემის პირველ ნაწილში სწორედ მათი წარმომადგენლები იქნებიან ჩვენი სტუმრები, დაჩი იორამაშვილი და კოტე გელაშვილი, მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ვიდრე უშუალოდ თქვენს ჯგუფზე ვისაუბროთ, მანამდე მინდა შეფასება გთხოვოთ იმ ვითარების, რა ვითარებას დღეს მივიღეთ ქვეყანაში. ამ სიტუაციას როგორ უყურებთ, კრიზისს რაში ხედავთ და მერე შემდეგ უკვე გადავიდეთ უკვე გამოსავალზე, რას ვთავაზობთ, ასე ვთქვათ, განსხვავებულს. პირველ რიგში მე რა მოწვევისთვის მივესალმებით თქვენ მაყურებელს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საზოგადოებასთან გქონდეს პირდაპირი კომუნიკაცია და იმ სინამდვილის, სიმწვავის, სრული დატვირთვის აღქმა და ემოციური ბმა, რაშიც ვიმყოფებით დღეს ზოგადად ხალხი და ქვეყანა. და თვალსა და ხელს შუა ფაქტობრივად ტრანსფორმირდა ქვეყანა და მივიღეთ ისეთი დაჩქარებული ტემპებით, რომ სულ რამოდენიმე თვის წინ, ან სულაც ერთი წლის წინ წარმოუდგენელი იყო, მაგრამ გარკვეული მასები პროგნოზირებდით კიდევაც ამ შედეგებს. თუმცა დღეს გვაქვს უკვე ფართომასშტაბიანი კრიზისის სახეზე. დღეს ადამიანები ფაქტობრივად პირისპირ არიან დარჩენილი რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც მოქმედებს ყველას კარგად გაანალიზებული გვაქვს რუსული ინსტრუქციით. შესაბამისად, ეს კრიზისი კიდევ უფრო ფართო და მასშტაბურ და მასობრივ ხასიათს შეიძენს იმ პირობებში, თუ არ მოხდა ადამიანების კონკრეტული იდეის გარშემო გაერთიანება და დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ის რითიც იგებს ბჭყალებში რეჟიმი და ამ დრომდე ჯობნის, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ის და იმის დეფიციტი, რომ ადამიანები ვერ ვახდენთ, ასე ვთქვათ, გარკვეულწილად ჩვენი იდეების დაახლოებას, მათ შორის პროტესტის მხარეს მდგომი სუბიექტები და ამ იდეის გარშემო დაშენებას და საბოლოო ჯამში ფართო მასებში გაერთიანების ტალღის აგორებას. ჩვენ სწორედაც რომ ამ კრიზისიდან გამომდინარე, ჩვენ ხა ძალიან კარგად ვიცით კრიზისის ანატომია, საიდან დაიწყო. ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად აპოლიტიკურები ვიყავით 2024 წლის გაზაფხულამდე, თუმცა მანამდე კრიზისის ნიშნები შეინიშნებოდა, მათ შორის 2019 წლის ცნობილი მოვლენებიდან იგივე სასამართლოს და მურუსიძე ჩინჩალაძის დარეფრეშების ფონზე, მაგრამ უკვე გამძაფრებული ის ნიშნები, რომელიც ავტოკრატიული ელემენტების ნიშნებს ვარაუდი საფუძველი წარმოგვექმნა და სავსებით გამართდა ჩვენი პროგნოზები. ეს იყო 2024 წლის გაზაფხულის პერიოდი, ეგრეთ წოდებული რუსული კანონი, რომლის ფონზეც ჩვენ ანტიკრიზისული პლატფორმის წევრებმა, ჩვენმა მეგობრებმა დავიწყეთ ვიწრო ჯგუფმა, ადამიანებმა, რომლებმაც ფაქტობრივად ვიგრძენით ეს სიმძაფრე და მოვლენების ეპიცენტრი სწორედ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი იყო, მთავარი ტარგეტი რეჟიმის და საწყისშივე ჩვენ პროფესიონალები ვართ, აპარტიული ადამიანები და არც არასდროს ყოფილვართ, უნდა აღინიშნოს პოლიტიკაში, და იმდენად რამდენადაც აპოლიტიკურებული ვიყავით, მაგრამ იმდენად რამდენადაც პოლიტიკა ჩვენი ცხოვრების ხარისხზე ახდენს გავლენას და ეს ვიგრძენით თავიდანვე, ამიტომ გამოვედით, გადავდით და გარკვეული ეს ბევრი რაღაცის ხარჯზე, ამაზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას, გავერთიანდით ჩვენ სამეგობრო, მათ შორის ემიგრაციიდან, ადამიანები, რომლებიც ამ პროცესების ავანგარდში არიან, სრულიად უანგაროდ და ეს ენთუზიაზმზე დავიწყეთ ფიქრი და მივიჩნიეთ, რომ საწყის ეტაპზევე საჭირო იყო აქტიური ჩართულობა, მობილიზება იმ საღი აზრის, რომელიც დაშენდებოდა, გაერთიანდებოდა კონკრეტული იდეის გარშემო და იწყებდა ფიქრს, კვლევას, თუ რა
გამოსავალი შეიძლება შეითავაზებინა ამ კრიზისის ფონზე და დაჩქარებას. ამ აქციებში იღებთ ხოლმე საზოგადოების მონაწილეობას. რა თქმა უნდა. დღეს რაც ხდება, როგორ უყურებთ ამ ვითარებას, ხო? ანუ აქციამ რა ფორმების მიიღო და ის რა ფორმითაც ებრძვის ხელისუფლება. კი ბატონო, ანუ სალამი პირველ რიგში, მადლობა მე მოწვევისთვის და ამ შესაძლებლობისთვის. ესე რომ შევხედოთ რა, ანუ მრავალფეროვანი გამოვლენებაა კრიზისებს. ჩვენ შემთხვევაში კრიზისი გვაერთიანებს. ესეც ძალიან კარგი, ესეც პოზიტიური კუთხით რომ შევხედოთ, ძალიან კარგი მოცემულობაა, იმიტომ რომ მე სხვა პროფესიის ვარ, და სხვა პროფესიისა ჩვენი უამრავი მეგობარი და უკვე ეხა შემოერთებული 16 მქონდა პრეზენტაცია, უკვე ახალი შემოერთებული მრავალფეროვანი პროფესიის, ექიმი-ნადაწვეული, ანთროპოლოგი და ანუ ყველანაირი ქართველი, რომელსაც აწუხებს ეს რეალობა და უნდა რომ ქვეყანას დაეხმაროს. ეს მოცემულობა სხვა რეალობაში არ დადგებოდა, რო არა ეს ფუნდამენტალური და მრავალფეროვანი კრიზისი. აი ეს ქმედებები ამ შემთხვევაში პირბადეზე, ციხე და უკვე რაღაცა არარეალურობაში გადადის. ნუ სიმპტომებია რა, ეს არის დაავადების სიმპტომები და ყველაფერს ესე დეტალურად რო ჩავუყვეთ, ჩვენ აღარ ყოფნის მე ენერგია და მიზნობრიობა რომ რაღაცა ეფექტური გავაკეთოთ ამ გზაზე რა, როგორც დაჩი ამბობდა, მიზნობრიობა აყალიბებს ერთობას და ამყარებს ერთობას რა და ეს გარე ფაქტორები ფონური ხმაურია გასააზრებელი, გასაანალიზებელი, მაგრამ ფონური ხმაურია და დესტრუქციას, დემოტივაციას და ეგეთ ეფექტებს აღარ ახდენს. ჩვენ თავში გამოვიცადეთ ეს, იმიტომ რომ ეს პერიოდი გავიარეთ, ბევრი დემოტივაციის რაღაცა მოცემულობა იყო, მაგრამ ჩვენ როცა ვხედავთ რომ ვაკეთებთ რაღაცა პატარა საქმეს მაინც შედეგი მოყვება და იმ ყველა დიდ მიზნობრიობის ნაწილია უფრო სხვანაირად უყურებ ამ გარე ფაქტორებს, ისი რომ შეგიძლია უფრო ეფექტური იყო კონკრეტული მიმართულებით და აი ამ ესე მოქმედებთ მივდივართ. ანუ როგორც დაჩი თქვა, პატარა ჯგუფით დაიწყო, მე ცოტა მერე შევუერთდი, მერე ცოტა კიდე უფრო მეტი ხალხი. ეხა ამ ეტაპზე იმ მოცემულობამდე გამოვიდა რაც ხდება, აღარ გვაქვს დრო, ფუფუნება აღარ გვაქვს და გამოვიტანეთ ზვიშუგზე, ასე ვთქვათ რა. პირველი ტალღა ეგრევე შემოვიდა, იგივე ფორმულით, როგორც აქამდე შიდა ამბავში მოქმედებდით. პირველი ტალღა შემოვიდა და შემდგომი განვითარების ყველა ეტაპზე ამას მეტი და მეტი ხალხი უნდა შემოუერთდეს. რა ამ შემთხვევაში გვაქვს უნიკალური რესურსი ადამიანური და ეს ისევ და ისევ კრიზისული მდგომარეობა, რაში გვეხმარება რა, თავისით გამოყლობს ქვეყნის რაღაც კეთილდღეობით დაინტერესებულ ადამიანებს. რა, ანუ სწორი და გულწრფელი, ასე ვთქვათ, მოქმედების მსურველები, რომელიც ესე სხვადასხვა პროფესიებში, სხვადასხვა ადგილებში გაფანტული იყო, მაგრამ დღეს აი ამ ფუნდამენტალური გრძელვადიანი კრიზისის განმავლობაში, მაგრამ ბევრი ჯგუფი შეიქმნა ამ 2 წლის განმავლობაში, რაც ეს ამბები მიდის, ხო? რუსული კანონის შემდეგ ბევრი ახალი რაღაცა ჯგუფი შეიქმნა, არის როგორც მე 12 სართული ერთად, ყველა შეიძლება არსებობს, მაგრამ რო გითხრათ რომ რაღაც ეხა გადატეხა შეიტანეს ამ პროცესში, ხო, ნუ მოგატყუებთ. ხო, ასეთ რამ არ მოხდა. ბევრი ჯგუფი შეიქმნა, დღესაც არსებობს სტუდენტური, ახალგაზრდული, ძველგაზრდული ისეთი ასეთი ჯგუფები, პლატფორმები, არ ვიცი რა ჯგუფი ფარი არის, ბევრი არის, ხო, რომელიც არის კიდე ეს ერთობა და ასე შემდეგ. ნუ თქვენ ხართ როგორც მორიგი ჯგუფი, რომელიც შეიქმნა ამ პროცესში და როგორ ფიქრობთ, თქვენ რა შეიძლება შესთავაზოთ ისეთი განსხვავებული, რომ ეს პროცესი ამ რაღაც მოჯადებული წრიდან გამოვიდეს, ხო, რა მე რა დავიწყებ ისევ და კრიზისიდან მოკლე რეზიუმას გავაკეთებ კრიზისის კონტექსტში და ამას დავაშენებ და განვავრცობ მე თქვენი კითხვასთან დაკავშირებით პასუხს. ანუ მოკლე მოცემულობა კრიზისი და ისევე როგორც აი პასუხობს მაგ თქვენს შეკითხვას ეს ჯგუფებთან დაკავშირებით, რა ძალიან კარგია ერთის მხრივ და ამ კომპონენტვა ის გვაჩვენა, რომ აღმოგვაჩენინა ადამიანები, საკმაოდ ღირსეული ადამიანები, ქვეყნის სიყვარულით გამსჭვალული ადამიანები, რომლებიც ისევ და ისევ კრიზისის დამწვავე კრიზისის ფონზე მოხდა მათი, ასე ვთქვათ, პოვნა, მათ შორის რუსთაველზე, ბრძოლის ველზე, ხო? კრიზისი გამოიხატება ყველა ასპექტში, მათ აი ვიწრო სამეგობრო ჯგუფიდან დაწყებული, რომელიც ეს არის რეჟიმის შედეგი, ხო? და იმის შედეგი, რაც ეტაპობრივად განახორციელეს მიზანმიმართულად ქართველი ხალხისა და საქართველოს წინააღმდეგ, ხო? და ამას უკვე მგონი ცხადია და აშკარაა ეს ყველასთვის და აღარანაირი შეფარვით აღარა აქვს ამას ადგილი. ვიწრო სამეგობრო ჯგუფებიდან დაწყებული, რომელიც გამოიხატება უკვე პოლარიზაციაში, უკვე ფართო მასებთან მიმართებაში, ამავდროულად კრიზისი გამოიხატება იმაშიც, რომ ჩვენ ყავს სახეზე ჯერ მარტო
შარშან წინა წლიდან მოყოლებული უამრავი გადინებული ინტელექტუალური რესურსი, უამრავი გადინებული ახალგაზრდა, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ ინტელექტუალურ რესურსს თავის ქვეყანას ახმარდეს, გადახვეწილია, გახიზნულია, ეს ერთ-ერთი კრიზისის მანიშნებელია. კრიზისი გვაქვს ასევე თუნდაც ეკონომიკური თვალსაზრისით, თუნდაც პოლიტიკური თვალსაზრისით. კრიზისია სახეზე იმ კონტექსტშიც, რომ თუნდაც ერთპარტიული ფაქტობრივად დიქტატურისკენ მიმავალი პროცესი გვაქვს სახეზე, ხო? ანუ კრიზისი არის აბსოლუტურად ყველა ნაწილში და ამ კრიზისიდან გამომდინარე, ამ კრიზისიდან გამომდინარე, რასაკვირველია, სწორედ ამ კრიზისმა აღმოაცენა საზოგადოებრივ საწყისებზე მრავალი ჯგუფები და ეს ძალიან მისასალმებელი ფაქტორია, რომ გამოვლინდა უამრავი ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი, რომელსაც სურს, რომ ამ ქვეყანაში იყოს უკეთესი მომავალი და სწორედ კონკრეტული ასე ვთქვათ, მიზნიდან გამომდინარე, რომელიც კიდევ ერთხელ ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი შვილების უკეთეს მომავალზე ფიქს და არ გვინდა რომ ვიყოთ მომავალ თაობასთან და ჩვენი შვილების წინაშე თავის მართლების პოზაში და არც გასაქცევი არ გვაქვს, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ჩვენია, აქედან გამომდინარე, სწორედ რომ ანტიკრიზისული პლატფორმაც შეიქმნა იმისთვის შესაძლოა თქვენ დაარქვათ ეს მორიგი ასე ვთქვათ გაერთიანება, მაგრამ ჩვენ ამას ვარქმევთ უნიკალური გაერთიანების, უნიკალური პრეცედენტის შესაძლებლობას ადამიანებს ფაქტობრივად მზა პროდუქტს, რომელიც მოგახსენეთ, რომ ეფუძნება თვეების განმავლობაში კვლევას, ფაქტობრივად წელიწადი და 6 თვე არაც ჩვენ ყველა ასაკობრივ ჯგუფთან გარდა პარტიული ასპექტისა და პარტიული ნომენკლატურის მქონე სუბიექტებისა, ყველასთან ჰქონდა აბსოლუტურად შეხვედრები, დისკუსიები და ჩვენ ამ ანტიკრიზისული პლატფორმის პირობებში საზოგადოებას ვთავაზობთ გამოსავალს, რომელიც არის სახალხო პროექტი, რომელიც არის ფაქტობრივად გონიკოტეს აღარ ვაცილდა, ამიტომ სახალხო პროექტი, რომელიც მზად არის, ვფიქრობთ, რომ საჯარო დისკუსიებისთვის, საჯარო განხილვისთვის ფაქტობრივად ზედმიწევნით დამუშავებულია და ეს არ ეფუძნება რაღაცა მხოლოდ ინოვაციური მოდელი არ არის, ეს არის საკმაოდ ეფექტური მოდელი, რომელიც ქვემოდან ზემოთ პრინციპზე აგებული და ბევრ ქვეყანაში, სხვადასხვა ქვეყანაში ეს არის ძალიან კარგად ნაცადი პრაქტიკა, ძალიან ეფექტური პრაქტიკა, შესაბამისად ამ პრეცედენტებიდან გამომდინარე ამოვედით და ამოსავალი წერტილი სწორედ ეფუძნებოდა იმას, რომ ჩვენი პარტნიორების, ჩვენი ცივილური სამყაროს გამოცდილებები ვისაუბროთ ახლა უშუალოდ თქვენს გამოსავალზე, რას თავაზობთ? დავამატებდი, ანუ ამ შემთხვევაში პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანი არის საზოგადოებრივი ერთობა. ისევ იმ კითხვას დავუბრუნდები თქვენსას, რომ რითი განსხვავდება, ანუ ამ ჯგუფებში ასე თუ ისე ყველა ვიკვეთებოდით, რაც ახსენეთ, რა და შიგნიდან ვიცნობ და ძალიან ისეთი სენტიმენტები გვაქვს მათთან, მაგრამ განსხვავება არის კონკრეტული მიზნობრიობა რა. ჩვენ შემთხვევაში გვაქვს და ეხლა მივალთ მაგამდე და ეს მიზნობრიობა როგორც ვახსენეთ თავიდან, ძალიან მნიშვნელოვანია თუ გინდათ პროტესტის მიმართულებით, თუ გინდათ ნებისმიერი ქმედების მიმართულებით, რომ ერთობა გააძლიეროს და ის ფოკუსი არ დააკარგინოს. ამ შემთხვევაში ეს გვაქვს ჩვენ, ასე ვთქვათ, კონკურენტული უპირატესობა რა, რომლის ქვეშაც უკვე გვაქვს ის შემთხვევა, რომ იმ სხვადასხვა ჯგუფების წევრები ჩვენთანაც პარალელურად არიან ჩართულები, აქ რო შეხვიდეთ ჩვენი აჯი საიტზე, როგორც დაუბრუნდეთ გაზეთანის ბოლოს, მაგ საიტიც გაქვს უკვე, კი ბატონო. და არიან მანდ ხალხი უკვე იმ ჯგუფებიდან, რომელიც ახლა ჩამოთვალეთ, ჩვენთან გაერთიანებული, არ უშლის ერთი მეორის ხელს, ამ მიზნობრიობა გვაქვს ერთი. ქვეყანას უნდა უშუალოდ რა ჩვენ კომფორტის ზონიდან გამოვედით. მე მარკეტერი ვარ, დარჩია იურისტია, ადვოკატები ყავს, როგორც თქვი, ექიმი, ანთროპოლოგი, მუსიკოსი და ასე შემდეგ. კომფორტის ზონებიდან გამოვედით. ახლა აქ როზი ვარ, ახლა ჩემ სამსახურში ვიხავ და გამოვედი კომფორტის ზონიდან ვარ გამოსული, ხო? თუ გამოვედი კომფორტის ზონიდან, ამ შემთხვევაში ვარენ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ეს საქმე რა ყველა ვარიანტში და მაქედან გამომდინარე ეს პირველ რიგში არის მიზნობრიობა რა, რაც განასხვავებს და ამ ჯგუფებთან ერთად და არა პარალელურად ვიმუშაობთ ამ მიზნობრიობაზე. როგორც დაჩი თქვა, ეს ჩვენ გვაქვს გეგმა დავარქვათ, ასე ვთქვათ რა, ანტიკრიზისული მთავრობა, რომელიც პროცესი არის ისეთი არამოკლევადიანი, 1 და 2 დღის და 1 კვირის, არის საკმაოდ ისეთი ფუნდამენტალური და სისტემური მიდგომის პროცესი, მაგრამ ეს ყველაფერი ამაზე რო არ ჩავიდეთ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი უფრო პირველ რიგში არის ხალხის კონსოლიდაცია. იმ უნიკალურ რესურსით, რაც დასაწყისში ვთქვით, ამ სხვადასხვა პროფესიით გაერთიანებული ქვეყნის სიყვარულის ქვეშ ხალხი და შემდგომ სხვა საზოგადოების ნაწილების უნდა გადავიდეთ აუცილებლად რა, იმიტომ რომ სხვანაირად ეს ამ ქვეყანას არ ეშველება და რაღაცას ვიზახდეთ გეგმა
A, უნდა ქონდეს B, C და D-ც, იმიტომ რომ სასწორზე იმხელა რაღაცა დევს და ესეთი მნიშვნელობის რამეა, რომ ამას მარტო გეგმა 10 ვერ დაუპირისპირდებით რა, იმიტომ რომ როგორც დაჩი თქვა, ჩვენი შვილების მომავალია, ჩვენი მომავალია და თან წრე კიდევ ერთხელ აი დაჩის ეს რა თქმა უნდა, ყველაზე წვავე დაიწყო 28 ნოემბრიდან, მაგრამ 1 წლით მანამდეც იგრძნობოდა, 5 წლით მანამდე უფრო შორს წავიდოდი რა, რაც დამოუკიდებლობა მივიღეთ, რეალურად არ ქონია ისეთი მოცემულობა, სადაც კრიზისი არ ყოფილიყო ასეთ ამა თუ იმ კუთხით რა. შესაბამისად, მაქედან გამომდინარე აუცილებელია, რომ ეს ჩვენ გავიგოთ და განსხვავება რა იყო რა, არასოდეს ხალხი არ იყო ჩართული თავის მომავლის გადაწყვეტილებაში. ხო და ეხლა რა იქნება? არის თქვენი გეგმა მარტივად მითხრა. ჩვენი გეგმა არის სწორედაც რომ მე რა ბემსახურება თქვენ ახსენეთ ვიწრო ჯგუფები, საზოგადოებრივი ჯგუფები. ეს არის სამოქალაქო ინიციატივა, პროფესიონალების, დარგის სპეციალისტების ერთობა, რომელიც საზოგადოებას თავაზობთ მზა პროდუქტს, მათ შორის ანტიკრიზისული პლატფორმის ეგიდით და ანტიკრიზისული პლატფორმის ფარგლებში და სწორედაც რომ ესეთ ვიწრო ჯგუფებსაც ხო თქვენ ახსენეთ იქ ფარი, იქ ერთობა არ არის ხო ეხა მოკლესია, ამიტომ აღარ ჩაუღრმავდები, აღარ ჩავშლი ამ ასპექტს. ამიტომ მათ შორის ამ პატარა ვიწრო ჯგუფებსაც და ამ საზოგადოებრივ საწყისებზე აღმოცენებულ ჩვენ თანამოქალაქეებსაც ვთავაზობთ ამ ფორმატში გაერთიანებას, იქიდან გამომდინარე რომ ფაქტობრივად ეს არის არადაყოფის, არამედ გაერთიანების მოდელი, რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ, ეფუძნება ადამიანებს, რომელმაც ჩვენ უნდა გავიყვანოთ ეს ქვეყანა სამშვიდობოს და ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავაანალიზოთ და საზოგადოებაში, ჩვენ თავებში, ჩვენ აზროვნებაში უნდა მოხდეს გარდატეხა, რომ აი კოტემაც გააჟღერა, რომ არა რაღაც ამ მოჯადოებულ წრეზე, რომელზეც სამართლიანადაა წარმოშობილი, ხო? საზოგადოებრივი აპათია ცალკეული პირებისადმი და მათ შორის საჯაროდ პოზიციონირებაში მყოფი ფიგურებისადმი, არამედ იმ მოქალაქეებზე, რომლებიც არც ინტელექტით, არც განათლებით, არც ღირებულებებით არავის ჩამოუვარდება და პირიქით უფრო შესტკივა გული ამ ქვეყანაზე და უნდა რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ განათდეს, იყოს მშვიდობა და ამ გეგმით და ამ პროექტით ჩვენ რომელიც გაჟღერდა ხო ანტიკრიზისული მთავრობა, ანტიკრიზისული მთავრობა, ანტიკრიზისული პლატფორმის ერთ-ერთი როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ და კონკრეტიკა მინდა. კონკრეტიკა ნახეთ, ან მაგაზე ან ვერ იქნება ესეთი კონკრეტული ზუსტად გაწერილი კონცეფცია და მთავრობა ამ შემთხვევაში არის აპარტიული სუბთა წარსულის მქონე ადამიანი, პროფესიონალები თავის დარგში, რომლებიც აიღებენ კონკრეტულად ყველა თავის სფეროს, რომელსაც ანუ ამ შემთხვევაში სწორება ფასეულობის კუთხით იქნება ქვეყნის კეთილდღეობა მხოლოდ და მხოლოდ არანაირი კომერციული ან რაღაც პარტიული ინტერესები, რომელიც ძალიან დიდი ხანია ეს მიმართულება დაავადებაში გადაუვიდა ქვეყანას, ეს ანუ მიმართულება და ფასეულობების გასწორება, ასე ვთქვათ, მიმართულების ეხმარება აი ამ პროფესიონალის მოქმედებაში. ამის გარდა ჩვენ ანუ ეს ვინც იქნებით და რას იზამს ეს ანტიკრიზისული მთავრობა? ხო, თუ პარალელური მთავრობა იქნება? არა, რასაკვირველი არა, ჩვენ კონსტიტუციის ფარგლებს არ ვწდებით, არ არის აქ ეს არ ითვალისწინებს ორ ხელისუფლებიანობას, ეს არ არის რაიმე ფორმირება, ეს როგორც მოგახსენებს, ეს არის ტექნოკრატები, რომლებიც მოდიან კონკრეტული მიზნით ხელისუფლებამ მოდიან როგორ ჯერ თორბა უნდა გაუშვათ მაშინ ხო? როგორ უნდა გაუშვათ? ჩვენ ნახეთ, როგორ უნდა გაუშვათ, ეს უკვე მექანიზმებია, რომელიც მათ შორის საჯარო დისკუსიებს ითვალისწინებს, თუმცა კიდევ დაუბრუნდები ჩემ აზრს, რომ რეალურად ჩვენ გვაქვს ამისი ლიეტუვის ძალიან ცნობილი მაგალითი, რუმინეთის ცნობილი მაგალითი, თუ როგორ მოხდა ამის სამართლებრივ სიბრტყეში რეალიზება. აქედან გამომდინარე ჩვენ ამ ეტაპზე ეს მგონი უკვე შემდგომი სვლა არის ამაზე დისკუსია. პირველ რიგში არის ამ იდეის გარშემო ადამიანების კონსოლიდაცია. ჩვენ საუბრობთ, რომ და საზოგადოებაში მრავლად მუსილებს აზრი, ეგრეთ წოდებული რაღაც ყადაღებული მესამე ძალა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ, ხო? ჯერ ერთი ჩვენი პოზიცია, რომ მესამე ძალა კი არა, მესამე ძალები არის აუცილებელი. თუმცა ამ პირობებში შეუძლებელია რაიმე მესამე ძალის ტრანსფორმირება და მინდა რომ ვაუწყოთ ხო ჩვენს ასე ვთქვათ მოსახლეობას და ადამიანებს რომ არავის კონდეს იმის ილუზია რომ ამ რეჟიმის პირობებში და ამ ურთულეს უმძიმეს მდგომარეობაში რაიმე რეალური მესამე ძალების ასე ვთქვათ დაბადება მოხდება. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია სწორედ საზოგადოების ჩართულობა, მნიშვნელოვანია ადამიანების ინკლუზიურობა პროცესში, მნიშვნელოვანია ხალხის გაერთიანება და იქიდან გამომდინარე რომ მე გავაჟღერო, ეს არის სახალხო პროექტი და ემსახურება პირველ რიგში იდეის გარშემო ადამიანების კონსოლიდაციას, რომელსაც უნდა კონდეს აუცილებლად კატალიზატორის ეფექტი და სწორედაც რომ პროფესიონალების დარგის
სპეციალისტების, რომლებიც არ არიან ანგაჟირებული რაღაცა პოლიტიკურ სავარძლებისკენ, არ აქვს სწორება და არ არის თვითმიზანი ვინმეს ხელისუფლებაში ყოფნა. ეს არის დროებით ველის გაკეთილშობილებას უნდა ემსახურებოდეს, უნდა ითვალისწინებდეს გაჯანსაღების ეტაპს, რაც სწორედაც რომ იქნება ბუსტის მიმცემი იმისთვის და სტიმულის მიცემი, რომ აი ამ პირობებში დაიბადოს ახალი ძალები, ამ პირობებში გამოჩნდეს პოლიტიკურ ველზე მესამე ძალები, სხვაგვარად პროცესის წარმატება და გამარჯვება კონსოლიდაციის გარეშე ვერანაირად ვერ წარმოგვიდგენია. სწორედ ტექნოკრატიული მთავრობა, დარგის სპეციალისტების მიერ ეს რა ხდება? დამიჯობი რომ ვიტყვათ, რომ ეხა იკრიბება ვიღაცები და ირჩევთ რაღაც ტექნოკრატიულ მთავრობას, თუ პროცესი ბოდიში დაჭხო, ანუ პროცესი პირველ რიგში გვინდა რომ არ გავცდეთ ეხლა ფოკუს ამ ეტაპზე, ამ გარემოში და ამ კრიზისულ ვითარებაში და ხვალ რა კანონები იქნება და ასე შემდეგ. ამაზე გვაქვს გეგმა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ და მაგაზე შეგვიძლია ბოლო მომენტში დაუბრუნდეთ, რომ უფრო მნიშვნელოვანია დღეს ყველანაირი ამ ხალხის, ვისაც აქ ეს შეგრძნება რომ კრიზისია ქვეყანაში და ბევრია, არა მარტო ის, ვინც რუსთავაზე გამოდის. თქვენ ჩვენურად ალბათ მოგეხსენებათ, იმიტომ რომ ზოგს რა მიზეზია, ყველა გვიყვარს, ის ხალხი ვისაც ეშინია, ისინი ჩვენიანია, ისიც ქვეყნის შვილია და იმასთან ერთად უნდა გადავწყვიტოთ ეს რაღაცა მოვლენა და შეგვიძლია ჩვენ ეს ძალიან რთული პროცესი ისტორიულ მომენტად გადავაქციოთ რა, რომელიც არა მარტო დღეს დაგვეხმარება ამ კონკრეტული კრიზისის გარდაქმნაში, რომ ცნობიერება შევცვალოთ რა, როგორც დაჩი იძახის, რომ ანუ ის ძველი პირველი გაბეჯი რა არის? გაერთიანება ჩვენი ჯიზის ვისი გაერთიანება იმის რომ ადამიანები პოლიტიკური პარტიები აპარტიული ანუ პარტიების გარდა ვინც არიან იმათი არა ამ შემთხვევაში ნახეთ ვინც ამ ფასეულობებს იზიარებს რა მარტივია აპარტიული კომერციული ინტერესების არ მქონე თქვენთან რომ მოვიდნენ და ჩვენია ჯიზი ამ შემთხვევაში შეუძლიათ შემოვიდნენ და მარტივი ფორმაა რომელსაც შეავსებენ თავის პროფესიის თანახმად და დატოვენ საკონტაქტო მეილს ყველაზე უფრო უსაფრთხო მიმართულება მაინც თუ რაღაცა გავისაუბროთ რა დაზღვევა. მე მაგით უკავშირდებით და ჩვენ მუშაობთ კონკრეტულად ამ მიმართულებზე. გეგმა ბოდიში და გეგმა გვაქვს როგორც ვახსენე და გვაქვს ბოლომდე გაწერილი. მაგრამ ეს არ ნიშნავს და ამ რაღაც ძალიან რთულ პერიოდში ვერ იქნება ეს უნიკალური გეგმა, ხო? მაგრამ ჩართულობით თითოეული თქვენთაგან ეს ვინც ახლა უყურებს, ვინც ახლა ნახავს ამას ჩანაწერს და ასე შემდეგ. თითოეული ჩართულობით გაძლიერდება ეს თემა. ანუ პლატფორმა არის აბსოლუტურად ყველასთვის. გავიგე, შემოგიერთეთ ხალხი, მე რა ხდება. ვისაც ჯერა რომ მოქალაქეზე დგას და ვისაც ჯერა რომ მოქალაქის პასუხისმგებლობით ხორციელდება ცვლილებები. ჩვენ თავაზობთ სწორედ აი ამ კონსოლიდაციით, ამ გაერთიანებით იმ მექანიზმს და ინსტრუმენტს, რომელიც აბსოლუტურად შეიძლება დადებითი სცენარით განვითარდეს და ამისი მაგალითებიც გავაჟღერეთ. შესაბამისად, მთავარი ამოცანა ამ პროცესის არის გადის ზღვარი და ხაზი ადამიანზე, თითოეულ მოქალაქეზე, თითოეული მოქალაქის ჩართულობაზე. რომელმაც პროცესები უნდა შეცვალოს აუცილებლად და გარდასახოთ პოზიტიური სცენარით და ის, რაც არ აყვობს, არამედ გვაერთიანებს, ხო? ეს არის ის მზა პროდუქტი, რის გარშემოც აბსოლუტურად ყველა შეუძლია შემოერთება, ვინც რა თქმა უნდა იზიარებს იმ პრინციპებს, რომელიც ეფუძნება კვალიფიციურობას, ეფუძნება პროფესიონალიზმს, შემოგიერთეთ ეს ხალხი, მე რა ხდება თქოს გამჭვირვალობას და ეფუძნება პირველ რიგში ქვეყნის კონსოლიდაცია ეტაპები და ვიღაცები შემოგერთა, ვიღაცები არ შემოგერთა. კონსოლიდაციის ეტაპებია რა. პირველ რიგში ამ ეტაპზე ამ საინიციატივო ჯგუფს, რომელიც ჩვენ ვართ, რას კაცამდე და კიდევ უკვე შემოგვემეტა მეორე 100 კაცი დაახლოებით ბოლო ერთ კვირაში ამ პრეზენტაციის მერე, ეს რაღაცა რაოდენობამდე დავუშვათ 500, იმიტომ რომ მე უკვე ამის მართვა ძალიან რთული ამდენი კვალიფიკაციური კადრს, ხო? პირველი ეტაპი არის ეს. შემდგომ იქნება შემდგომი მოქმედებები. ამ ხალხთან შემოერთებულთან კონსოლიდაციით. ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ პირველად მოიფიქრა იდეა და ვიღაცამ მერე შუაში შემოერთდა ვიღაცა ხვალ. აზრი არა აქვს, ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს რა, მიზნისთვის არაფერს არ ვიშურებთ. შესაბამისად, ვიღაცამ ახალი მე ხოჭაში გამოდიხართ აქციებს ანუ ესე ახალი ინსტრუმენტი, ლეგიტიმაცია. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ბოდიშიკოტე და ეს ამ პროცესის ხიბლი კიდევ ერთხელ ვამბობ და ამ პროდუქტის ხიბლი არის ის, რომ რეალურად ეს ეფუძნება ქვემოდან ზემოთ მოდელს. რაც ითვალისწინებს, რომ მოსახლეობა, საზოგადოება, ადამიანები ვაძლევთ პირდაპირ დაკვეთას და პირდაპირ სახალხო იძულების მექანიზმს, რომელიც რა თქმა უნდა მშვიდობიან პროცესს მოიცავს და ეს არ ითვალისწინებს რაიმე სახის რევოლუციურ სცენარებს. ჩვენ გვაქვს რაციონალური გეგმები, ეს არის რა ფიქრს დაფუძნებული, ეს არის ემპირიულ, ასე ვთქვათ, მოვლენებზე დამყარებული პროექტი, რომელიც სავსებით ეფექტურად არის განხორციელებული კიდევ ერთხელ სხვადასხვა ქვეყნებში და ჩვენ საზოგადოებას იმ შემთხვევაში თუ გაანალიზებს ამ პროცესის ხიბლს და ყველა იმედგაცრუების ნაცვლად ფაქტობრივად აიმაღლებს ხმას სათანადოდ
და შემოუერთდება ამ პროცესს და ძალის ერთიანობის პრინციპს გაითავისებს, თანამშრომლობის პრინციპს გაითავისებს თითოეული როლის და თითოეული ადამიანის როლის პრინციპსა და პასუხისმგებლობას, ამ შემთხვევაში პროდუქტი უკვე ფაქტობრივად რეალიზაციის ასპექტში შეიძლება გადავიდეს და უკვე შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ ამ რეალიზაციაზე. ფაქტია, რომ სახალხო ლეგიტიმაცია იქიდან გამომდინარე, რომ სახალხო პროექტია აღნიშნული და ეფუძნება აგროვებთ ხალხს როგორც მთავრობის იდეას, ანტიკრიზისული მთავრობა რეალურად კრიზისიდან გამოყვანის კონცეფციას ემსახურება და ამაზე დგას. აქედან გამომდინარე, ეს არის ფაქტობრივად შეთავაზება ჩვენი საზოგადოებისთვის, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი საწყისებიდან მოდის და მხოლოდ არის ადამიანზე, ადამიანის ჩართულობაზე და ნებაზე დამოკიდებული და თუ ხალხის ნება არ არის, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, რაც არ უნდა ჩვენ ვიღვაწოთ, რაც არ უნდა ჩვენ ვიმუშაოთ, ვიმეცადინოთ და ჩვენი სრული რესურსის მობილიზება მოვახდინოთ, ვერანაირად ვერ გავალთ ფონს თუ ხალხის კონსოლიდაცია ვერ მივიღეთ და კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ჩვენ რითიც გჯობიან და რითით ამ ეტაპამდე პატარ-პატარა გამარჯვებებით ხო, რაც დაგვაკლდა ჩვენ წინ მიიწევენ, ეს არის ჩვენი კონსოლიდაციის დეფიციტი. შესაბამისად, აუცილებელია, რომ სწორედაც საზოგადოებრივ საწყისებზე დაფუძნებული პროექტის, რომელიც არანაირად არ ითვალისწინებს და არ არის პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი, დაეფუძნეს, აღმოცენდეს და გაერთიანდეს აი მსგავსი პროექტის. ეს არის ერთ-ერთი პროექტი და აუცილებლად უნდა გავაჟღეროთ ისიც, რომ ჩვენ იდეებისთვის და მათ შორის ადამიანების ინკლუზიურობის პროცესში ჩვენ ვითვალისწინებთ იმას, რომ იდეების გენერირებისთვის, იდეების განხილვისთვის მზად ვართ. ეს არის უბრალოდ ჩვენი ერთ-ერთი შეთავაზება, რომელიც საკმაოდ აპრობირებულია საერთაშორისო ასპარეზზე და აქედან გამომდინარე მოუწოდებ და სხვათა შორის უნდა გთხოვოთ თქვენს, რომ მედიის ამ არა მარტო ადამიანების ინკლუზიურობა, არამედ მედიის ინკლუზიურობა, მედიის მიერ, ანუ მათ შორის რეგიონებში ცნობიერების ამაღლება, აი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ფაქტობრივად გადაჯაჭვული ადამიანები, რომელსაც გვტყივა დღევანდელი რეალობა და გვაწუხებს და გვინდა რომ იყოს ამ ქვეყანაში საბოლოო რეზუმე რომ გავაკეთოთ და მაინც რომ ბევრი ძალიან მოკლედ, იმიტომ დრო აღარ აქვს. ქვეყანაში ერთხელ სამუდამოდ მივიღოთ პროგრესი. რეზუმე რომ გავაკეთოთ, ამ შემთხვევაში ნებისმიერ თქვენ ახსენეთ რა როგორ რა მიდგომებით პროტესტი, არა პროტესტი, ნებისმიერი ქმედება სისტემური მიდგომით, ანალიტიკური მიდგომით, რაც იქნება განსაზღვრული იმისთვის, რომ მოეხმაროს მთავარ მიზანს. ნებისმიერი პროტესტული ქმედება იქნება თუ რომელიმე სხვა, თავისი პატარა ნაბიჯით, პატარა წარმატებით უნდა ეხმარებოდეს მთავარ მიზანს. ამ შემთხვევაში რა ჩვენ გვაქვს წარმოდგენა. ერთი მინდა გთხოვოთ თქვენ ხوار შემოგვერთდებით ამ პლატფორმაზე. ვიფიქრებ აუცილებლად. ჩვენია ჯი. აუცილებლად უნდა იფიქროთ. თქვენ თუ არ იფიქრეთ და თქვენ თუ არ შემოგვერთით, საზოგადოებრივი ერთმანეთის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა. მადლობა დიდი დაჩი ორამაშვილი, კოტე გელაშვილი იყვნენ ჩვენი სტუმრები, ანტიკრიზისული პლატფორმის წევრები. ჩვენია ჯი, ასეთი საიტი ქონიათ, შეგიძლიათ შეხვიდეთ და ნახოთ, თუ დაგაინტერესებთ შეუერთდეთ. ჩვენ გვაქვს რეკლამა, რეკლამის შემდეგ ჩემი კოლეგა ვასილი ივანოვიჩ ჩიკოვანი და ასევე მერია მეყანწიშვილი სამოქალაქო აქტივისტი შემოგვიერთებიან და ვისაუბროთ უკვე პროტესტის პერსპექტივაზე. მოკლედ 4 ოქტომბერს სალდობრივი ჯგუფების ორგანიზებას მეტავებიან. ეს იყო დაახლოებით აი სასახლესთან მიმდინარეობდა გარკვეული შეხლა-შემოხლა, ზუსტად აი ამ ჯგუფების და ორგანიზებას მეტავებიან. როგორ მოახერხე ამ ჯგუფების და ორგანიზება ერთი კონკრეტული ვიდეოა. ორგანიზატორები 4 ოქტომბერს ვიცი ვინც იყვნენ, ხო? ხა ისინი შედან ციხეში. მე თვითონ ჯგუფების, ძალადობრივი ჯგუფების და ორგანიზების, ესე ვთქვათ, სათავეში ყოფილვარ არ ვიცოდი. ახლა ხანს გავიგე. როდესაც სახში მომაკითხეს დასაყვანად. უბრალოდ ცოტა თვითონაც რაღაც ამოვარდნილები არიან, იმიტომ რომ ბრალი როდესაც შემოვიდა იზოლატორში ჩემთან გამომძიებელ და წამიყენა, ბრალს შეწერა ესეთი რაღაცა, რომ ნაწყენი იყო აქციის ორგანიზატორებზე და სამართალდამცავებზე, რომლებიც ახსოვებდნენ კანონიერ საქმიანობას მომდევნო. ანუ რაღაც ვიდეო ვნახე პროპაგანდურ არხებმა გაავრცელეს, სადაც რაღაცებს ყვირი, ხო? კი, ეს ემოციების მომდევნო ამ კონტექსტი მინდა მოვყვე. კი, კონტექსტი მინდა მოვყვე ამ ვიდეოს, ანუ პირი, რომელმაც ეს ვიდეო გადამიღო, ძალიან კარგად მახსოვს სახეზე. ეს ადამიანი ძალიან უშუალოდ დაჭრილი არის კადრები და ეს სალსახად შესამჩნევი არის, იმიტომ რომ სადაც ხალხის დახმარებისკენ მოუწოდებ ადამიანებს, ეს კადრები ამოჭრილი და ჩემი ემოციური ნარატივი არის მხოლოდ იქ დარჩენილი.
wording-ზე დღეს ფორმულაშიც ვიყავი და ყველა ვერ გაიგებს, ამიტომ კი, გასაგებია, რომ ცუდი wording-ი იყო, ამის გამო იმ საზოგადოებას კი, ბოდიშის მოუხადე, გასაგებია, ქართველებისთვის, ზოგადად ქართველი მანდილოსნისგან ვერ იღებენ და ყოველთვის რაღაცა კრიტიკის ქარცეცხლში ვაქცევით ხოლმე, მაგრამ შეცდომის აღიარება, მე მგონი, ყველა შეუძლია, თუმცა ემოციების ფონზე ძალიან რთულია აკონტროლო სიტყვები და ძალიან რთულია აკონტროლო რაღაცანაირად კომუნიკაციის ნაწილი. აი ეს პიროვნება ძალიან კარგად მახსოვს, ჩვენ ვიყავით ასე ვთქვათ, ეგეთ ზოდიაკუ არის იქვე ქუჩა ჭიჭინაძე და მასთან ჩადის, რა ქვია, მარიოტთან რო ქუჩა ჩადის, ეგ არის, მე მგონი თუ არ ვწდები. ზუსტად თბილისი მარიოტთან, სასტუმრო თბილისსა და ბახშორის. კი, ჩადის ქუჩა ალექსანდროვის ბახშორის და ამად ვიყავით განლაგებული, იმიტომ რომ როდესაც პროცესები დაიწყო, იქ სასახლესთან გადავიდნენ აქციის მონაწილეები მის კომუნიკაციის გამო და რაღაცნაირად კონტაქტი რო არ მქონდა ერთმანეთში, არ ვიცოდით რა ხდებოდა. და ერთ-ერთი პირი ამორბის, აი ეს პირი ვინც მიღებს, მათ შორის ამორბის ქვემოდან და ტელევიზიის კადრები არ არის. ტელევიზიის კადრები არის, მე მგონი ტელევიზიები ყველა იქით სასახლესთან იყო გადასული და ხო, რამდენად მონაწილე იყო ეს რაღაცა მეხუთე კოლონასავით ჩაგვინერგეს ადამიანები, რომელთაც სპეციალურად იღებდა და არა ტელევიზიებისთვის ამას. არა, ტელევიზიებისთვის არ იღებდა, ეს იყო ჩვეულებრივი, მაშინ ესე ვიფიქრე აქციის მონაწილე. რომელიც მთხოვდა დახმარებას. მითხრა რომ გაზი იყო გაშვებული და თვალებში ფიზიოლოგიურიც ჩავაწვეთეთ, მაშინ იმიტომ რომ ცუდად იყო და იხჭობოდა, ეს ალბათ ბუნებრივად მოუვიდა, ვეღარ გათვალა. თუმცა გითხრა ესეთი რაღაცა რომ ალყაში მოგვაქციეს, ცემენ აქტივისტებს და რა თქმა უნდა, ნებისმიერ შენ თანამებრძოლის მიმართ გაგაჩნია ემპათია ადამიანზე, იცნობ თუ არ იცნობ ამ ადამიანს, გაგიჩნდება დახმარების სურვილი, უბრალოდ ძალიან გავღიზიანდი. როგორ მოხდა იმ მოკლე დროში ისე, რომ ალყაში მოექცნენ ჩვენი აქტივისტები, შეში მქონდა იმის, რომ წინა წელს როგორც ცემეს გედედეს თანამშრომლებმა ჩვენი აქციის მონაწილეები, ანალოგიური არ განმეორებულიყო და ყველას მოუწოდებდი იმისკენ, რომ დაგვეცვა ერთმანეთი. ხო, ეს კომუნიკაციის ნაწილი რამდენად სწორი იყო ეს ცალკე განსახილველი საკითხი, თუმცა ამაზე არავის არ ვედავები და არ ვდავებ საერთოდ. როდესაც მოვიდნენ ჩემს დასაკავებლად, დაახლოებით დილის 5 საათი იყო, გამთენია, ჩემი მცირეწლოვანი შვილიც იმყოფებოდა სახლში. და რაღაცა უხერხული მომენტი იყო, ველოდი სიმართლე გითხრათ, რომ გითხრათ, რომ არ ველოდი და გამიკვირდა და რაღაცა საგონებელში ჩავარდი არ იყო. ერთადერთი დისკომფორტი რაც მქონდა, ჩემი შვილის თვალწინ ამბობდა, რომ დავეკავებინე რაღაც როგორც ეგრეთ წოდებული კრიმინალი, რაღაც ჯგუფს ფირმა ყავთ ხოლმე კრიმინალურ, თუმცა რაღაცნაირად ეს ნაწილი გავიარე, გადამიყვანეს იზოლატორში, ბრალი წარმოიდგინეს, არ ვიცოდი რას მე დავებოდნენ იმ პერიოდში ზუსტად. სავარაუდო იყო 225-226 იზოლატორშიც ესე მითხრეს, მაგრამ შეჯერდნენ საბოლოო ჯამში 226-ზე მოხდა. და რადგან მცირეწლოვანი შვილი ყავდა, ამიტომ გირავთი გამოვიდა. რადგან მცირეწლოვანი შვილი მყავდა, რადგან გარეთ საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაწიეს და რეზისტენტობა ჩემო თანამებრძოლებმა, მედიებმა საერთაშორისო მედიებმა მათ შორის, აი ამ ყველაფერმა საბოლოო ჯამში შედეგი გამოიღო და საპატიმრო გირავთ პატიმრობით შემოდიოდნენ პირველ დღეს ესე მითხრეს, რომ უნდა ფსიქოლოგიურად მომზადებულიყავი ამისთვის, მე მზად ვიყავი, არ გაურბივარ არასდროს არსა და არანაირ პასუხისმგებლობას და მე მეორე დღეს გამაგებინეს, რომ ხმაურიდან გამომდინარე უკვე საპატიმრო გირავთი შემოდიოდა პროკურატურაში. ხო, ვასილ, შენ მიდაკითხო უკვე ჩვენი კოლეგების დაკავებაზე, ხო, ახოსან ეკეთაცისკიშვილი ვახსენე და არა მარტო ჩვენი კოლეგები, ჟურნალისტები, არამედ ბევრი ადამიანი იმ ახალი გამკაცრებული კანონის მიხედვით, ხო? მე მესმის ერთ თქვი უკვე რომ ქუჩის თქვა ცოტა ადამიანის მიერ გადაკეტვა, ყველა ქვეყანაში შეიძლება იყოს კანონდარღვევა და ჩვენთანაც თავიდანვე იყო კანონდარღვევა. ყველა კანონდარღვევას აქვს თავისი პროპორციული სასჯელი, ხო, ეხლა მკვლელობაზე სხვა სასჯელია და რაღაც იმაზე, რა ქვია, ქუჩის არასწორად გადაკეთვაზე სხვა სასჯელი. ან პროპორციული სასჯელი, ხო, ამას ჰქონდა თავის პროპორციული სასჯელი, ჯარიმა რაღაც, არ ვიცი, რამდენიმე 100 ლარი. მე ადგნენ და ამას გაზარდეს 5000 ლარამდე, ხალხს აკიდებული აქვს 100.000-ობით ჯარიმა და ეხლა ამას რო არ იმუშავა, უკვე შემოიღეს პატიმრობა, ჯერ 15 დღიანი, შემდეგ 1 წლიანი. ანუ იმის ვაგივრად რომ თუ უკანონოა, მოდია შენ კანონი აღასრულე, იმ კანონის ფარგლებში რაც გაქვს, დაშალი აქცია მაგალითად, მაგრამ აქციას ვერ შლიან, იმიტომ რომ ეშინიათ პოლიცია რომ მოვიდეს და აქცია დაშომა, უფრო მეტი ხალხი მოვაო და ამიტომ წავიდნენ იგზით რომ რაღაც აი წარმოიდგინეთ ეხა ქუჩის გადაკეტვაზე ანუ რაღაცა დაახლოებით იგივეა რომ ქუჩა რო არასწორად გადაკვეთო, ზებრაზე არ გადახვიდე, სხვან გადახვიდე და ჯარიმის ვაგრად პატიმრობა შეგიფარდო. აი ასეთ რაღაც გაუგონა რომ რაღაცაზე მიდიან იმის გამო რომ აქციის დაშლის ეშინიათ.
რა სიტყვა ამ ყველაფერზე? სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს, ყველა ჩვენს კოლეგას, ყველა უკანონო პატიმარს, პოლიტპატიმარს, სინდისის პატიმარს. მე რა კონკრეტულად აქვს იდენტიფიცირებული მე მგონი ქართულ ოცნებას თუ რა საიდან გზნობს იგი საფრთხეს. ერთი წელი არის მისთვის მკაფიო გახდა რომ მთავარი საფრთხე ქართული ოცნებისთვის მომდინარეობს მოქალაქეების მხრიდან. სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, რომელიც ფორმირდა უკვე რუსთაველის გამზირზე, მყარად და თითქმის ერთი წელი არის ეს პროტესტი მიმდინარეობს. თან ეს არ არის უბრალოდ დღეს როგორც ირაკლი კობახიძემ თქვა, ხო, ისევ ცდილობს რომ ეს სამოქალაქო პროტესტი მიაწეროს კონკრეტულ სახელებს ამ პარტიებს. რომ რაღაცნაირად მიჩქმალოს ის რომ იქ მართლა მოქალაქეები გამოდიან მოქალაქეები რომლებიც აპროტესტებენ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას ევროკავშირთან არ გააქტიურდეს მოლაპარაკების საკითხი მოქალაქეები რომლებიც აპროტესტებენ და მიიჩნევენ რომ არჩევნები და ზოგადად პოლიტიკური გადანაწილება დღეს ხო უსამართლო არის და ამის განსასწორებლად აუცილებელი არის ახალი არჩევნების ჩატარება მოქალაქეები რომლებიც აპროტესტებენ იმას რომ შავფორმებში ჩაცმული ვიღაცა არაადამიანები გამოყარეს რუსთაველის გამზირზე და სამოქალაქო პროტესტი დაარბიეს სისხლამდე მიიყვანეს, ხო? სასწაულად გადაურჩა სიკვდილს რამდენიმე ჩვენი კოლეგა, რომელზეც მიზანმიმართულად მიიტანეს შეტევა. ამას აპროტესტებს სამოქალაქო საზოგადოება. სამოქალაქო საზოგადოება იმასაც აპროტესტებს, როგორც ესენი ეპყრობიან ახლა კანონს, ხო? კანონი მოირგეს საკუთარ სურვილებზე, საკუთარ ამოცანებზე და ალბათ თუ ახლა ეს ადმინისტრაციული და ეს სისხლის სამართლის პატიმრობა შემდეგ არ გაამართლებს და რუსთაველის პროტესტი გაგრძელდება, შეიძლება კიდე სხვა ფორმამდე მივიდნენ, ხო? თავიდანვე სისხლის სამართლის წესით დასჯადი იყოს, ან არ ვიცი, შეიძლება რა დაგხვიტონ? იმის გამო რომ ახლა ხალხი ჯერ აქციაზე გამოვიდა. 15 დღით მიდის ციხეში, მე არ ვიცი ხა ერთი წლით ალბათ აღარ წავა ეს ადამიანები. ნუ ეგეც კიდევ საკითხავი არის, რომ გამოჩნდება და მე შეიძლება სამ წლამდე გაზარდნო. მე მგონია რომ ერთი ნაბიჯი გვაკლია მაგ პრეზიდენტამ და რაღაცა დახრეტა შემოიღო. იმედს ვიტოვებ რომ ქართული საზოგადოება იმდენად გაზრდილი არის რომ ოცნება მიცის რომ დღეს თუ 100 კაცი დგას და 200 კაცი ყავს, სწორად დაინახეს მათ დრონები სწორად ჩამოაყრევინეს, ხო? რამდენიმე მედია კომპანიის დრონი ჩამოვარდა 4 ოქტომბერს იმის გამო რომ ამ დრონებში იყო ასახული ხალხის ის რაოდენობა რომელიც 4 ოქტომბერს გამოვიდა. შეიძლება არ განვითარდა ყველაფერი ისე როგორც ქართულ ოცნებას აწყობდა რომ უფრო მეტად შემოეტრიალებინა და ნეგატივი დაეჭირა რუსთაველის პროტესტის წინააღმდეგ და ამითი რაღაცნაირად მორალურად უფრო შეევიწროებინა, ხო, პროტესტი. არ გამოუვიდა ეს პროტესტი გრძელდება, სამოქალაქო პროტესტი გრძელდება და ეხლა ყველანაირად ეცდება ქართული ოცნება რომ აი ეს საფრთხე ჯერ გადათარგმნოს ან თვითონ რიტორიკულად ისე წარმოაჩინოს რომ აი ვითომ შეცდომაში შეყვანილი მე არა ვარ შეცდომაში შეყვანილი ადამიანი მე არც ნინო მორჯავრიას ხარდამჭერი ვარ არც რომელიმე პარტიის ხარდამჭერი ვარ ოპოზიციური და ვაპროტესტებ კონკრეტულად იმ საკითხებს რაც ჩამოვთვალე ქართულმა ოცნებამ ახლა კონკრეტულად იცის რომ ეს მისთვის არის ყველაზე დიდი საფრთხე რუსთაველი ითარგმნება სამოქალაქო საზოგადოებაში სამოქალაქო საზოგადოება აუცილებლად ითარგმნება დაალაგებულ პოლიტიკურ პროცესში და ეს ამ პოლიტიკურ პროცესს შემდეგ უკვე მოაქვს ცვლილება რასაც აი მაქსიმალურად ცდილობს რომ გადადოს ქართული აუცილებლად ვიდა კითხოთ ამ ნუ რეჟიმი თვითონ ამბობს რომ მოქმედებს მეთოდურად ესე თქვა ირაკლი ვახტი აი რაღაც არ გაამართლა გაზარდეს ჯარი რაღაცა უნდა შეხედა ამასთან მე ახლა ციხე შემოიღეს და ასე შემდეგ და ყველანაირად ცდილობენ რომ ეს გადაკეტვა ნუ კიდე ერთხელ მე ვიღაცებს 15 დღე ჩასხდებიან მაგრამ ეს რესურსის გამოიწურება და მე უკვე ერთი წელია ხო ალბათ ეს კუჩის გადაკეტვის თემა შეიძლება ამით ამოიწუროს და როგორ ფიქრობთ არის თუ არა მოსაუძლებელია რაღაც ალტერნატიული. ისე გამოვიდა რომ თითქოს აი ეს ქუჩა თუ არ გადაიკეტება, ისე თითქოს აი ყველაფერი დასრულდა და რატო, ხო? მე მაგალითად გუშინ ერთ-ერთი ვამბობდი რომ შეიძლება რაღაცა კარვები დაიდგას პარლამენტის და სხვა ალტერნატიული გზა არის თუ არა მოსაძებელია. ბუნებრივად, მე რა აქამდე მივდივართ. ბუნებრივი განვითარების ეტაპზე ვიმყოფებით გარკვეული პოლიტიკური 91 წლიდან მოყოლებული. როგორ უნდა გაგრძელდეს პროტესტი? რუსთაველმა შექმნა ეს ყველაფერი, რუსთაველმა შექმნა ის რომ აი ეს ბუნებრივი განვითარება გადმოდის სამოქალაქო საზოგადოებაში და სამოქალაქო საზოგადოება გადადგავს შემდეგ ნაბიჯს. სწორედ ამის წინააღმდეგ მიდის ეხლა ბრძოლა, რომ იქ ალტერნატივა ბუნებრივად არ დაიბადოს და ესე ეხლა აქ შეგვზღუდეს და ჩვენ მოდი რაღაცა ალტერნატივა მოვიფიქროთ. აი სწორედ აქეთკენ არის მიმართული ეს ყველაფერი. მე შეიძლება ხელოვნურად რაღაცა ალტერნატივები, როგორც მაგალითად აქციაზე ვიღაცა ადამიანები შემდეგ უკვე საარჩევნო შტაბებში აღმოჩნდნენ აქციიდან, ასევე აღმოჩნდეს რაღაცა ალტერნატივები, თქვა შემოთავაზებული დისკუსიისკენ წავიდეს. რუსთაველს აქვს ყველა ლეგიტიმ
ლეგიტიმური უფლება, რომ 100-მა კაცმა საგზაო მოძრაობა გადაკეთოს, იმიტომ რომ ის მოთხოვნები, რომელიც ქონდა 10,000-ობით ადამიანს, 100,000-ს ერთი წლის მე აღიშვებენ ციხეში და წახვალ ჩვენ უნდა ვიყვაჩაღოთ, მე რა, მოქალაქეებმაც პასუხისმგებლობა. ან მეორე ვარიანტია, რომ იქ იმდენი ხალხი გამოვიდეს, რომ გადაიკეთოს. მოდი ამ ნაწილს შეუცვლებლად დავეხმარები და ვეთანხმები ვასილს გამომდინარე იქიდან, რომ ყოველთვის რომ რუსთაველის პროტესტი უნარჩუნებს და ინარჩუნებს იმ წინააღმდეგობას, რაც დღეს მოქალაქო საზოგადოებამ გაწია და საჭირო არის ამათი არალეგიტიმურობის სტატუსის შესანარჩუნებლად. მაგრამ ასე უნდა დასწროს, ერთი წელი წავიდეს ხალხი ციხეში, რომ სპარანი. ანუ ერთი წლით რატომ წავად? ბევრი ალტერნატივა შეიძლება მოვიძიოთ იმის, როგორ არ დავაკავებინოთ თავი. გზა უნდა გადაიკეთოს აუცილებლად. პირველი არის მოქალაქეების მობილიზება. რაოდენობა უნდა გაიზარდოს. ხალხი მოვა, მაგრამ ნახეთ, ჩვენ კონსტიტუციაში როგორც მახსოვს, არც ერთ მუხში არ არის მითითებული რაოდენობა, რამდენმა კაცმა შეიძლება. უნდა იყოს რომ ტროტუარზე დაეტიოს. მოგესწრებათ, პარლამენტის წინ არის დიდი ტერიტორია. ის რომ შეივსოს ის დიდი ტერიტორია პარლამენტის კიბეებთან, ბევრი ხალხი ჭირდება, რამდენიმე 1000 ჭირდება. ხო, სხვაგან შეიძლება ცოტა ჭირდება, მაგრამ პარლამენტის წინ ბევრი ხალხი ჭირდება. ამიტომ ყოველდღე მაშინ ბევრი ხალხი უნდა მოვიდეს. მეორე ალტერნატივა ეს არის. მეორე ალტერნატივა ბევრი ხალხი უნდა მოვიდეს და დაიწყოს მსჯელობა იმაზე, რა ვქნათ ახლა და რა ვქნათ შემდეგ. რა ვიცი, ძალიან ბევრი ალტერნატივა შეგვიძლია, რომ რაღაცა პერიოდი თუ მაშინ ხალხმა ჩათვალა საჭირო და ან არ ჩათვალა საჭირო, რომ უნდა გადაიკეთოს რუსთაველი. შეუძლიათ შემოგთავაზონ აი ბევრი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, ვინც საუბრობს, რომ რუსთაველის პროტესტი და გზის გადაკეთვა არის რაღაცა შეუცვლელი უალტერნატივო მოცემულობა. ჯერჯერობით პარტიებს აქვთ იმის საშუალება, რომ პარტაქტივი გამოიყენონ. შესაბამისად შეუძლიათ იმ პარტიებს, რომლებიც თვლიან, რომ აი ამ მეთოდით გრძელვადიან პირობებში რუსთაველი გადაკეტილი უნდა იყოს. მოიფიქრონ ძალიან ბევრი ალტერნატივა. ოპოზიციურ პარტიებს ჯერჯერობით აქვთ რაღაცა რესურსი და შეუძლიათ რომ ეს რესურსი გამოიყენონ. გარდა ამისა, თუ თვითონ იმ ადამიანებმა, ვინც ნოემბერ-დეკემბერში გამოდიოდა და საკმაოდ დიდი პერიოდის განმავლობაში გამოდიოდა, ეს არის 1-2 დღე, 3 დღე, 1 კვირა, 2 კვირა, მთელი თვეები გრძელდებოდა ეს პროცესი. შეუძლიათ აი აგერ მოდის ახლა ნოემბერ-დეკემბერი დაიხურონ ისევ ქუდი, მოიცვან თბილი ქურთუკები და გააძლიერონ რუსთაველის პროტესტი. სხვა შემთხვევაში არის ერთი ვარიანტი, რომ თქვა ყოველკვირეული გახდეს და კვირაში ერთხელ უფრო მეტი ხალხი გამოვა. ეს უფრო მარშებზე შეიძლება, მარშებში შეიძლება გამოვიყენოთ. ჯერჯერობით ამ ეტაპზე ყველა მარში გაჩერებული არის. ანუ ბოლოს იყო, როგორც ვიცი, ევროპის მოედნიდან მარში 2 დღის უკან. მაგრამ აი საზმაუს ქონდა ხოლმე სისტემატიური მარში და შეგვიძლია მაგალითად რომ კვირაში 2 ჯერ კი საზმაუს მარში გაჩერდა მცირე რაოდენობიდან გამომდინარე. შეგვიძლია მსგავსი მარშები კვირაში 2 ჯერ ან ერთხელ დავაანონსოთ და აი მარშები შეიძლება იყოს რაღაცა კვირაში 2 ჯერ ან რაღაცა პერმანენტული, მაგრამ არაპერმანენტული, მაგრამ რუსთაველის პროტესტი თავისი გზის გადაკეთებით აუცილებლად პერმანენტული უნდა იყოს. გზა უცლებად უნდა გადაიკეთოს. რას უშვებით ერთწლიან ციხეს? ხო, კი, გასაგებია ეს ერთწლიანი. მარგება, ბევრი ხალხი გამოვა და ხალხს ციხეში არ აი, ბევრი ხალხი თუ არ გამოვიდა ამ შემთხვევაში რა ხდება? თუ არ გამოდის ბევრი ხალხი, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ესე იგი მე ციხეში წავალ თუ არა, თქვენ არ გაინტერესებთ. მე ციხეში წავალ, მე ხვალ თქვენ წახვალ ციხეში. ეს ხო ჟანრის კლასიკა არის. რა სულ ყოველთვის ესე ხდება. რუსთაველის პროტესტში არ გადაგაკეთინა და ხვალ უკვე სამი კაცი უკვე საეჭვი ხო, ის საზოგადოება არის შემაკავებელი ბერკე და ბევრჯერ მქონია იგი. და ის რომ ამ ყველაფერში აღარ აქცევთ ყურადღებას საზოგადოებრივ მაუწყებელს. ამ ვითარებაში კიდე სიტყვის თავისუფლება უკვე იმ ინსტიტუციაში, რომელიც პირდაპირ ხალხს ეკუთვნის, შეზღუდული არის. რუსთაველის გამზირი პირდაპირ ხალხს ეკუთვნის და აუცილებელი არის ხალხი იბრუნებს ყველაფერს. არ არის აუცილებელი მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურმა პარტიებმა აწარმოონ პოლიტიკური პროცესი. საზოგადოება არის მთავარი მოთამაშე პოლიტიკურ პროცესში და მოქალაქეებმა ქვეყნის სამსახურში დგომით შეუძლიათ შექმნან საკუთარი პოლიტიკა და იმ პარტიებმა და პოლიტიკოსებმა შემდეგ უპასუხონ იმ ამოცანებს და მოთხოვნებს, რომლებიც საზოგადოებაში არის. ამისთვის აუცილებელი არის რუსთაველზე გამოსვლა. ყოველ დღე არ არის პრობლემა 5000 ადამიანი თუ შეიძლება რომ თქვა სერიოზულ აქციაზე გამოვიდეს 100000-მდე ადამიანი, მაშინ ყოველდღე 5000 ადამიანი იმისთვის რომ ხალხი ციხეში არ წავიდეს, ჩვეულებრივად მიღწევადი გეგმა არის. მაგრამ აუცილებელი არის ფიქრი იმაზე, რომ აი ამ სისტემურ მიდგომას, რომლითაც ერთგვარად ქართული ოცნება პროტესტ სამოქალაქო საზოგადოებას უდგება, იმასაც უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი. აქ არის ანტიკრიზისული პლატფორმა ყალიბდება, არის თქვა საზოგადოებრივი ასამბლეა არის, პარტიებიც იქნება, ბუნებრივი პროცესი გრძელდება. ამას ხელს უშლის ოცნება და
ერთი ამბავიც არის რა. კი, ერთი ამბავიც არის ის, რომ აქამდე იმ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც აქტიურ მასში არის, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობაში, ოღონდ სახლებიდან წინააღმდეგობაზე მაქვს საუბარი, არავის არ ვამუნათებს საერთოდ. ერთი ამბავი არის ის, რომ მათ არ გადაუტანიათ ის რეპრესიები, რასაც გადის ყოველდღე რუსთაველზე არსებული სამოქალაქო საზოგადოება. ვსაუბრობთ სამოქალაქო საზოგადოებაზე. ცალსახად სამოქალაქო საზოგადოება არის დღეს იმ ბერკეტის მქონე, რომელსაც შეუძლია რეჟიმს ებრძოლოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ რაღაცა პერიოდში სამოქალაქო საზოგადოებამ ეს პასუხისმგებლობა ცოტა ხანი უნდა მოიხსნას, აღარ იყოს იმ შემაკავებელი რეპრესიების შემაკავებელი ბერკეტი და ვფიქრობ, მე უკვე ყველა რომ საკუთარ თავზე გადაიტანს იმ რეპრესიებს, რასაც ეს ადამიანები გადიან ყოველდღე, მე უკვე ბუნებრივად წამოვა მათი წინააღმდეგობა და მათი დინება რუსთაველზე. ესეთია ჩემი პოზიცია. ნახოთ, როგორ იქნება. მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის. ვასილ ივანოვ-ჩიკოვანი, ჟურნალისტი, მარიამ მეყანწიშვილი, სამოქალაქო აქტივისტი იყვნენ ჩვენი სტუმრები. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა რეზიუმე. მე გევშლებით სულ 1 საათი 9:30 გადაცემით პოლიტიკური სივრცე დაგიბრუნდებით.